რა დაადგინა მითების დეტექტორმა, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა იყო კარგად ორგანიზებული, ჯერ დაიწყო მისი დისკრედიტაცია ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე, ამის შემდეგ მოხდა სწორედ ჯერ ნიადაგის შემზადება, მერე ანგარიშსწორება, მასზე ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან, თუმცა პროცესები აქ არ დასრულდა. ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ეს ძალადობის გამართლების კამპანია დაიწყო, ღირსების დაცვა დაფასებდნენ ამ თავდასხმას და ძალადობაში მხილებულს იცავდნენ. ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდა მადისკრედიტირებელი კამპანია ონისე ოქრიაშვილის მიმართ, კვლავ ვრცელდებოდა სხვადასხვა ვიდეო ფრაგმენტი, სხვადასხვა გადაცემიდან და ამით ცდილობდნენ მისი იმიჯის შელახვას. პროცესები არც აქ არ დასრულებულა, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ მითების დეტექტორის ინფორმაციით, როგორც ეგრეთ წოდებული პროსახელისუფლებო არხები, ასევე ქართული ოცნების წევრები, მათთან აფილირებული პირები თუ სხვადასხვა პარტიები, ასევე ეგრეთ წოდებული ტროლ-ბოტები და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეგრეთ წოდებული ერთ-ერთი ტროლი პროსახელისუფლებო მედიამ მითების დეტექტორის ინფორმაციით წყაროდ გაასახა და მის მიერ გავრცელებული ტექსტიც ასევე საზოგადოებას ამაზე მიაწოდა ინფორმაცია, ასევე მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ იდენტური ტექსტები ვრცელდებოდა სხვადასხვა გვერდების დახმარებით და ასე ხდებოდა და მიმდინარეობდა კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რაც აქ გამოიყვეთა, იყო ის, რომ ეს კამპანია იყო დაფინანსებული. ჩვენ გამოვიყურეთ თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სახელმწიფო პარტია, სახელმწიფო მედიასთან ერთად და მთელი აპარატი იყო ჩართული ამ დისკრედიტაციის კამპანიაში, ასევე არაავთენტური ანგარიშები, როგორც ცდილობდნენ გამართლებას ძალადობის, ონისეზე განხორციელებული ძალადობის და ასევე ისმოდა მოთხოვნები მის შესახებ, რომ ხელისუფლებას არ უნდა დაეპატიმრებინა მოძალადე. პრინციპში ერთ-ერთი ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს თავს არის ის, რომ ხშირად სახელმწიფო მედია ტროლს ქეთევან მიქიაშვილს ციტირებს როგორც რეალურ წყაროს. თუ ადრე ტროლები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ერთ გზავნილს, ეხლა უკვე სახელმწიფო მედია არის ჩართული ამ პროცესში, რომელიც არარსებულ ადამიანს აქცევს რეალურ რესპონდენტად და ამით ცდილობს ლეგიტიმაცია მისცეს მის ნათქვამს. ჩვენ ასევე გამოვიყურეთ, რომ ნაწილი პოსტების იყო დაფინანსებული და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ გაემართლებიან პირდაპირ თუ ირიბად ძალადობა, რომელიც განხორციელდა ხუმრობის გამო. დაფინანსებას ამ კამპანიის უარყოფს კახა კალაძე, თუმცა ის კვლავ ქართული ოცნების ხაზს მიყვება და კვლავ ღირსების საქმედ მოიხსენიებს იმას, რომ თუ საზოგადოების კრიტიკა მოჰყვება რაიმე სახის ხუმრობას, ეს გასაკვირი არ იქნება. ეს ყველაფერი მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ არის გარედან თავსმოხვეული ის ორგანიზაციები, ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ებრძვის ჩვენს სარწმუნოებას, ვინც ებრძვის ჩვენს კულტურას. რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიცით, რომ გარედან დაფინანსებულია ეს ყველაფერი და საზოგადოებას ამას რა თქმა უნდა ჰქონდა შესაბამისი რეაქცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იუმორი მისაღებია და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ არა შეურაცხყოფით და ის რაც ვისაუბრეთ. შესაბამისი რეაგირება არის, როდესაც ადამიანს ქუჩაში გახვდებიან ეს სცენა. არა, მე იმ რეაგირებაზე გეუბნებით, რასაც თქვენ ახლა ფაქტების სახით მოხავდათ, რომ თითქოს ეს დაფინანსებული რა არის დაფინანსებული, რომ საზოგადოებას, როდესაც ჩვენ კულტურას, ჩვენ სარწმუნოებას აყენებს შეურაცხყოფას, ამას პირობითად ვიძახი, ამაზე აქვს რეაქცია და ვიღაცა რაღაცას იტყვის, რაღაცას დაწერს და ვიღაცასთვის ეს მიუღებელია, ხო? ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის შემდეგ ორმა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, რომ დაიცვას ქართული კულტურა და რელიგია და ამის საპირწონედ ქართულ ოცნებაში არც იმას არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტმაც უკვე საშემოდგომო სესიიდან მაგალითად იმსჯელოს კანონპროექტზე, რომელიც მათი თქმით მსგავს გამონათქვამებს დაასხვევს.